უზენაის სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეთა კონფერენციას აჯამებს. კონსტანტინე ყუბლაშვილის განცხადებით კონფერენცია გამჭვირვალედ ჩატარდა. გადაწყვეტილებები კი დემოკრატიულად მოსამართლეთა უმრავლესობის მხარდაჭერით მიიღეს. უზენაის სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, გუშინ მოსამართლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება შეუძლიათ. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის შეფასებას, კონსტანტინე ყუბლაშვილს მიუღებლად და დაუშვებლად მიაჩნია. იმიარმო მინისტრის ეს გამონათქვამი, მაგრამ თუ ასია, მე მგონი ეს არის შეურაცხყოფა ბატონი ზაზამეიშვილის და მით უმეტეს იუსტიციის მინისტრის მხრიდან ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი. მე ვფიქრობ, რომ იგი მიხვდება, რომ არ შეიძლება ესეთი შეურაცხყოფა მიაყენოს მოსამართლეს, რომელიც მთელი თავისი წლები რაც მუშაობს სასამართლო სისტემაში ყოველთვის გამოირჩეოდა წესიერებით და უმაღლესი პროფესიონალიზმით. მუშაობ ამ სისტემაში 10 წლის განმავლობაში და ვფიქრობ, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მივიღეს სწორედაც ის დამსახურება და ის მხარდაჭერა, რაც ჩემი კოლეგებისგან იყო. ჩემთვის ეს არის მთავარი და არა რომელიმე პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული ესა თუ ის განცხადება, გინდაც ხელგულზე, გინდაც დამშვიდებით.